წინა ვიდეოში ვისაუბრე ბრიტანეთის დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ, გიამბეთ მიგრანტთა კრიზისის შესახებ და აგრეთვე შევეხენ ნეოლიბერალური პოლიტიკის გავლენას უშუალოდ ბრიტანეთზე. ამ ვიდეოში კი ვისაუბრებთ ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ. როგორც ბრიტანეთში, ისევე ამერიკის შეერთებულ შტატებში სერიოზული დემოგრაფიული პრობლემებია. 1960 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 88.6% ევროპელი იყო, თეთრკანიანი, ხოლო 2020 წლის მონაცემებით 61.6% გადარჩა ევროპული წარმოშობის ამერიკელი. ეს ისტორიული მინიმუმია. დაწყებული 1840 წლიდან 1990 წლამდე ამერიკაში ყოველთვის 80-90% მოსახლეობის თეთრკანიანი იყო. ამერიკა ყოველთვის ძირითადად ევროპული ქრისტიანული სახელმწიფო იყო. თუმცა 90-იანი წლების შემდეგ ეს ყველაფერი ჩამოიშალა. თეთრკანიანების პროცენტული რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, განსაკუთრებით სამხრეთ შტატებში, სადაც უკვე ევროპელები უმცირესობაში არიან და მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს აფროამერიკელები, ლათინოსები და სხვა მიგრანტები შეადგენენ. როგორც უკვე ვთქვი, 2020 წლის მონაცემებით ევროპელების რაოდენობა მხოლოდ 61.6%-ია. ეს პროცენტი კი წლიდან წლამდე კლებულობს. 1940 წელს იყო 88.3%, 1970 წელს 83.5%, 1980 წელს 79.6%, 1990 წელს 75.6%, 2000 წელს 79.1%, ხოლო 2010 წელს კი 73.7%. ჰისპანოიდების ჩათვლის გარეშე, ესე იგი თეთრკანიანი ესპანელების. კალიფორნიაში მაგალითად 1950 წელს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი თეთრკანიანები იყვნენ, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც მათი პროცენტულობა 94% იყო. ახლა კი 40%-მდე ჩამოვიდა. ცენტრში კი მიახლოებით 30%-ია. იგივე სიტუაცია არის სხვა შტატებშიც. უფრო კონკრეტულად, კალიფორნიაში 1960 წელს მოსახლეობის 81% იყო თეთრკანიანი. აქედან 10% იყო გერმანელი, 7 იტალიელი, 7 ბრიტანელი, 6 ირლანდიელი, 4 პორტუგალიელი, 3 ფრანგი, 3 შვედი, 3 პოლონელი, 2% რუსი. 2025 წლის მონაცემებით კალიფორნიაში თეთრკანიანები უკვე 33% შეადგენენ მოსახლეობის. იქ, სადაც ადრე თეთრკანიანების პროცენტულობა მიახლოებით 94% იყო, ახლა 29-30%-ია. ეს პროცენტული რაოდენობა კი წლიდან წლამდე იკლებს. ახლა კი ამერიკის სამხრეთი შტატები ძირითადად ჰისპანოიდების და აფროამერიკელების ხელშია. მათი პროცენტული რაოდენობა სწრაფად იზრდება და დიდი ალბათობით მათი ექსპანსიაც გაგრძელდება. ტეხასი უკვე მთლიანად მათ ხელშია, ისევე როგორც ნიუ-მექსიკო, კალიფორნია. ისინი საკმაოდ კარგად დამკვირდნენ ნევადაშიც და ზოგადად დასავლეთ შტატებშიც და ნელ-ნელა უკვე იწყებენ ჩრდილოეთში დასახლებას. მაგალითისათვის შეგიძლიათ ავიღოთ ქალაქი დეტროიტი. 1950 წელს დეტროიტში 86% მოსახლეობის იყო თეთრკანიანი, 2025 წელს კი მხოლოდ 12% გადარჩნენ თეთრკანიანები. ჩიკაგოში 1960 წელს 81% მოსახლეობის იყო თეთრკანიანი, ხოლო 2025 წელს ჩიკაგოში მხოლოდ 39% არიან თეთრები. ნიუ-იორკში 1960 წელს თეთრკანიანების რაოდენობა მოსახლეობის 85%-ში ადგენდა, 2025 წელს მხოლოდ 29%-ში ადგენს. აგრეთვე თუ გადავხედავთ ასაკობრივ შკალას, თეთრკანიანების რაოდენობა მცირდება ახალგაზრდებში, გამომდინარე იქიდან, რომ თეთრკანიანებს საკმაოდ დაბალი შვებადობა აქვთ, ხოლო ყველაზე მაღალი შვებადობა კი ჰისპანოიდებს აქვთ, იგივე ლათინოამერიკელებს. ამის ძირითადი მიზეზი კი არის ის, რომ ლათინოამერიკელები საკმაოდ რელიგიური ხალხი არიან. მათი უმრავლესობა კათოლიკეა, შესაბამისად შვებადობაც მაღალი აქვთ.
თუ 1930 წელს თეთრკანიანები შეადგენდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 88.67%-ს და ლათინოსები 1.16%-ს 2020 წლის მონაცემებით, თეთრკანიანი არა ჰისპანოიდები შეადგენენ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 57.84%-ს, ხოლო ლათინოსები 18.37%-ს. 1980 წელს ლათინოამერიკელები 6.5% იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის, 2020 წელს 18.7%. ეს მონაცემებიც უკვე მოძველებულია. 2026 წელს სავარაუდოდ ეს პროცენტული რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება. ახლა კი მოდით გადავიდეთ შავკანიანებზე, აფროამერიკელებზე. აფროამერიკელები 1920 წელს შეადგენდნენ მოსახლეობის მიახლოებით 9.9%-ს და ძირითადად დასახლებულნი იყვნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ამერიკის შეერთებული შტატების. 2020 წელს 100 წლის თავზე აფროამერიკელების პროცენტული რაოდენობა უკვე 12.4%-ია, ხოლო ისინი უკვე განსახლებულნი არიან არა მარტო სამხრეთ-აღმოსავლეთში, არამედ კალიფორნიაშიც, ცენტრალურ შტატებშიც და ასე შემდეგ. ეთნიკურ რასობრივი შემადგენლობა გარკვეულწილად გავლენას ახდენს აგრეთვე პოლიტიკაზეც. მაგალითად ავიღოთ ნიუ-იორკის ეთნიკური რუკა. ამ რუკაზე თქვენ ხედავთ ნიუ-იორკის ძირითად ეთნიკურ ჯგუფებს. წითლად და მოწითალოდ აღნიშნული არიან თეთრკანიანები. ყვითლად ხედავთ ლათინოსებს. ლურჯი ფერით აღნიშნული არიან აფრიკელები. ხოლო მწვანე ფერით კი აღნიშნული არიან აზიელები. ჩინელები, ინდოელები, იაპონელები, ტაილანდელები, პაკისტანელები და ასე შემდეგ. ამან გავლენა იქონია ნიუ-იორკის მერის არჩევნების შედეგებზე. 2025 წელს ნიუ-იორკში ჩატარდა არჩევნები, სადაც მოიგო ზოჰრან მამდანი, რომელიც არის წარმოშობით ინდოელი აფრიკიდან. ზემოთ ხედავთ ნიუ-იორკის მერის არჩევნების შედეგებს. ლურჯად არის გამოსახული რუკაზე ის უბნები, სადაც მამდანის მისცეს ხმა, ყვითლად კი სადაც მისცეს ხმა კუომოს, რომელიც არის თეთრკანიანი ამერიკელი მილიარდერი. როგორც თქვენ ნათლად ხედავთ, იმ უბნებში, სადაც ცხოვრობენ ლათინოამერიკელები და აფრიკელები, ძირითადად მოიგო მამდანი. მაგალითად, შეხედეთ Queens, აღმოსავლეთ ნაწილს ნიუ-იორკის, სადაც აი ქვემოთ ლურჯად არის აღნიშნული აფრიკული დიასპორა. ზემოთაც ლურჯად არის მამდანის მხარდამჭერები არიან ძირითადად. მერე ცენტრში შევხედოთ, აქაც ხედავთ ლურჯად არის ქვემოთ აღნიშნული აფრიკელები, აქაც მამდანი მოიგო. ბრუკლინში, რომელიც რუკაზე წითლად არის აღნიშნული, ესე იგი, სადაც ძირითადად აღმოსავლეთ ევროპელები ცხოვრობენ, მოიგო კუომომ. აქ ძირითადად კუომოს და სილვას დაუჭირეს მხარი. სილვა ერთ-ერთი მერობის კანდიდატი იყო, წარმოშობით პოლონელ-იტალიელი. ესე იგი, როგორც ხედავთ, იქ სადაც ძირითადად ცხოვრობდნენ თეთრკანიანები, მოიგო კუომომ და სილვამ, ხოლო სადაც ცხოვრობდნენ აფრიკელები, ლათინოსები, ინდოელები და ასე შემდეგ, მოიგო მამდანიმ. ამ ყოველივედან შეიძლება გამოვიტანოთ ძალზედ მარტივი დასკვნა. რაც უფრო გაიზრდება აფრიკელების, ლათინოსების, მექსიკელების, ინდოელებისა და სხვა არა ევროპული წარმოშობის ხალხების რაოდენობა ამერიკაში, მით უფრო მეტ ხმას მოიპოვებენ დემოკრატები, მემარცხენეები და ლიბერალები, საკუთარი ანტიევროპული, ანტიკოლონიალური რიტორიკით. ეს კი ნათლად გამოჩნდა ბოლო 10 წლების განმავლობაში. ამ რუკაზე თქვენ ხედავთ თეთრკანიანი მოსახლეობის პროცენტულ რაოდენობას და მათ განსახლების არეალს ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1940 წელს თეთრკანიანები შეადგენდნენ მოსახლეობის 99.8%-ს და შტატების უმრავლესობაში ისინი 90%-ზე მეტნი იყვნენ. ძირითადად ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობდნენ სამხრეთ შტატებში, ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთში, შემდეგ 90-იან წლებში თეთრკანიანების პროცენტული რაოდენობა ჩამოდის მიახლოებით 80%-მდე, შემდეგ უკვე იზრდება ამ დიასპორის ნაწილი, უკვე სამხრეთ შტატები ნელ-ნელა იკარგება, ხოლო 2020 წელს ფაქტობრივად სამხრეთ შტატებში თეთრკანიანები არიან უმცირესობაში. ახლა შევხედოთ არჩევნების შედეგებს. 1972 წელს ამერიკაში ყველაზე ძლიერი პარტია იყო რესპუბლიკური პარტია, რომელიც მხარს უჭერდა კონსერვატიულ ტრადიციონალისტურ ქრისტიანულ იდეებს. ეს იყო ტიპიური ევროპული კონსერვატიული პარტია. მეორე ადგილზე იყვნენ დემოკრატები.
რომლებიც შედარებით ლიბერალურები იყვნენ, თუმცა გარკვეულწილად ძირითადად კონსერვატორები იყვნენ. კლასიკური ლიბერალიზმის განხრით. ორივე მხარეს კენჭდღრიდნენ თეთრკანიანი ევროპელი კანდიდატები. ამ პერიოდში მოსახლეობა ძირითადად თეთრკანიანი იყო, 80-90%. ხოლო 2024 წელს კი ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობისთვის ერთმანეთს ებრძოდნენ გერმანულ-შოტლანდიური ფესვების მქონე დონალდ ტრამპი და ინდურ-აფრიკული ფესვების მქონე კამალა ჰარისი. ამ რუკაზე თქვენ ხედავთ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. წითლად აღნიშნული არის რეგიონები, სადაც ხმათა უმრავლესობა რესპუბლიკურმა პარტიამ და დონალდ ტრამპმა აიღეს. ლურჯად კი აღნიშნული არის რეგიონები, სადაც ხმათა უმრავლესობა დემოკრატებმა აიღეს და კამალა ჰარისმა. აქ არ შეიძლება აგრეთვე არ მოვიყვანოთ, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ეთნიკური რუკა. როგორც ხედავთ, კორელაცია ამ ორ რუკას შორის პირდაპირია. იმ რეგიონებში, სადაც თეთრკანიანების რაოდენობა მეტია, რესპუბლიკელებმა მეტი ხმა აიღეს. სადაც მათი რაოდენობა ნაკლებია, მათ ნაკლები ხმა აიღეს. დემოკრატებს ძირითადად ჰისპანოიდები, ლათინოსები, აფრო-ამერიკელები, ადგილობრივი ამერიკელები, ინდიელები, მიგრანტები, მემარცხენეები და ზოგადად არაევროპული წარმოშობის ხალხი უჭერს მხარს. მაგალითისათვის ავიღოთ შტატი ნიუ-მექსიკო, სადაც მოსახლეობის მიახლოებით 47.7% ლათინო ამერიკელია. ამ შტატში დემოკრატებს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვთ. შეგვიძლია აგრეთვე შევხედოთ რუკაზე მისისიპის ტერიტორიასაც. მისისიპის მოსახლეობის მიახლოებით 40% აფრო-ამერიკელია და აქ დემოკრატებს დიდი მხარდაჭერა აქვთ. ისევე როგორც ზოგადად სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებში, სადაც აფრო-ამერიკული დიასპორა საკმაოდ დიდია, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში და ასე შემდეგ. კალიფორნიაშიც, როგორც უკვე ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, თეთრკანიანები უკვე უმცირესობაში არიან. მანდ უკვე ლათინოსები დომინირებენ და შესაბამისად მათი ხმა გადამწყვეტია. და ლათინოსებისვე დამსახურებით კალიფორნიაში დემოკრატები იგებენ. აქ იგივე ისტორია მეორდება რაც ნიუ-იორკში, სადაც თეთრკანიანებმა კუომოს და სილვას დაუჭირეს მხარი, აფრიკელებმა და ჰისპანოიდებმა, ლათინოამერიკელებმა კი მამდანი აირჩიეს. ესე იგი, როგორც ხედავთ, რასობრივ შემადგენლობას და ეთნიკურ ჯგუფებს საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე. ამას ადასტურებს სტატისტიკური მონაცემები და ზოგადი კორელაციაც. რესპუბლიკელების ამორჩევლების ძირითადი ნაწილი არიან თეთრკანიანები, ძირითადად მამაკაცები, პატარა ქალაქებიდან ან სოფლებიდან. დემოკრატების ამორჩევლები ძირითადად არიან ლათინოსები, აფრო-ამერიკელები, მულტიკულტურალური ქალაქების მაცხოვრებლები, ლიბერალები, ფემინისტები და ასე შემდეგ. არსებობს კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები ამ ყველაფრის შესახებ. მაგალითად, მამაკაცების მიახლოებით 55% მხარს უჭერს რესპუბლიკურ პარტიას. ქალბატონების მიახლოებით 53% მხარს უჭერს დემოკრატიულ პარტიას. დაოჯახებულების მიახლოებით 56% მხარს უჭერს რესპუბლიკელებს და უოჯახებლების მიახლოებით 55% მხარს უჭერს დემოკრატებს. დაოჯახებული მამაკაცების 60% მხარს უჭერს რესპუბლიკურ პარტიას, დაოჯახებული ქალბატონების 52% მხარს უჭერს რესპუბლიკელებს, ხოლო დაუოჯახებელი ქალბატონების 61% მხარს უჭერს დემოკრატიულ პარტიას. თეთრკანიანების 57% მხარს უჭერს რესპუბლიკელებს, შავკანიანების 86% მხარს უჭერს დემოკრატებს, ლათინო ამერიკელების 51% მხარს უჭერს დემოკრატიულ პარტიას, აზიელების 55% მხარს უჭერს აგრეთვე დემოკრატიულ პარტიას, თეთრკანიანი მამაკაცების 60% მხარს უჭერს რესპუბლიკურ პარტიას, თეთრკანიანი ქალბატონების 53% მხარს უჭერს რესპუბლიკურ პარტიას, შავკანიანი მამაკაცების 77% მხარს უჭერს დემოკრატიულ პარტიას, შავკანიანი ქალბატონების 92% მხარს უჭერს დემოკრატიულ პარტიას. ანუ როგორც აქ ჩანს, ძირითადად დემოკრატიულ პარტიას მხარს უჭერენ მიგრანტები, უცხოელები, შავკანიანები, ლათინოსები, ფემინისტები და ოჯახებელი ქალები. როგორც უკვე ვთქვი, რესპუბლიკელების ძირითადი მხარდამჭერი ბაზა
არიან დაოჯახებული მამაკაცები, ძირითადად თეთრკანიანები. შავკანიანებს მოწონთ BLM-ის პროპაგანდა. ისინი ძირითადად აი ამ woke ნარატივში არიან, რომ ესე იგი თეთრკანიანები არიან ყველაფერში დამნაშავე და მათი ბრალია ყველაფერი ცუდი. და პლუს მათ მოწონთ ეს ფემინისტური იდეებიც, რომ არსებობს რაღაცა ბოროტი თეთრკანიანი კაპიტალისტი მამაკაცები, რომლებსაც უნდა დაემორჩილონ სამყარო. სწორედ ამიტომ შავკანიანი ქალების 92% დემოკრატიას უჭერს მხარს. ახლა კი გავაგრძელოთ. ახლა ვნახოთ რელიგიები და ასაკობრივი ჯგუფები. პროტესტანტები და სხვა ქრისტიანები ძირითადად რესპუბლიკელების მხარეს არიან. პროტესტანტების 63% რესპუბლიკურ პარტიას უჭერს მხარს, კათოლიკების 59% რესპუბლიკელებს უჭერენ მხარს, ებრაელები, იუდაისტები ძირითადად დემოკრატების მხარეს არიან, ებრაელების 78% დემოკრატია, სხვა რელიგიის მიმდევრების 61% დემოკრატების მხარეს არიან, ათეისტები და აგნოსტიკები 71% დემოკრატების მხარეს არიან. თეთრკანიანი პროტესტანტების 72% პრორესპუბლიკელია, თეთრკანიანი კათოლიკების 63% რესპუბლიკელია, ებრაელების 79% დემოკრატიას უჭერს მხარს, თეთრკანიანი ათეისტების 71% დემოკრატიას უჭერს მხარს. ახლა რაც შეეხება ასაკობრივ პირამიდას. ახალგაზრდებში ძირითადად პოპულარული არის დემოკრატიული პარტია, ლიბერალიზმი, ფემინიზმი, სოციალიზმი, მარქსიზმი. უკვე 40 წელს გადაცილებულ ხალხში კი პოპულარული არის კონსერვატიული იდეები, ტრადიციონალიზმი, ნაციონალიზმი, რელიგია და ასე შემდეგ. მაგრამ ასაკობრივ შკალაში მნიშვნელოვანია სქესის გათვალისწინებაც. ახალგაზრდა ბიჭები უფრო რესპუბლიკელებს უჭერენ მხარს. 18-დან 29 წლამდე ბიჭები 59% რესპუბლიკელების მხარდამჭერები არიან. 30-დან 44 წლამდე მამაკაცები 52% რესპუბლიკელებს უჭერენ მხარს. 45-დან 64 წლამდე მამაკაცები 59% რესპუბლიკელების მხარეს არიან. 65 წელს გადაცილებული მამაკაცების 56% რესპუბლიკელების მხარესაა. ქალბატონების შემთხვევაში კი სიტუაცია კარდინალურად განსხვავებულია. 18-დან 29 წლამდე გოგონები ძირითადად დემოკრატიული პარტიის მხარეს არიან. მათი მიახლოებით 61% მხარს უჭერს დემოკრატიულ პარტიას. 30-დან 42 წლამდე ქალბატონების 56% მხარს უჭერს დემოკრატებს, 45-დან 62 წლამდე ქალბატონების 50% მხარს უჭერს რესპუბლიკელებს და 65 წელს გადაცილებული ქალბატონების 53% მხარს უჭერს დემოკრატებს. ახალგაზრდა თეთრკანიანი ამომრჩევლების ძირითადი ნაწილი 29 წლამდე ასე თუ ისე ნეიტრალურია. 30 წელს გადაცილებული თეთრკანიანები ძირითადად რესპუბლიკელების მხარეს არიან 55-60%-ით. შავკანიანები კი პირიქით. 18-დან 29 წლამდე აფრო-ამერიკელების 83% მხარს უჭერს დემოკრატიულ პარტიას. 30-დან 44 წლამდე აფრო-ამერიკელების 83% მხარს უჭერს დემოკრატიულ პარტიას. 45-დან 64 წლამდე აფრო-ამერიკელების 84% მხარს უჭერს დემოკრატიულ პარტიას, ხოლო 65 წელს გადაცილებული აფრო-ამერიკელების 93% მხარს უჭერს დემოკრატიულ პარტიას. 18-დან 22 წლამდე ლათინო ამერიკელების 51% მხარს უჭერს დემოკრატიულ პარტიას, 30-დან 44 წლამდე ლათინო ამერიკელები 52% უჭერენ მხარს დემოკრატებს, 45-დან 62 წლამდე კი 51%. როგორც ხედავთ ამ სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, გენდერული და რასობრივი ნიშნები გარკვეულწილად გავლენას ახდენს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე. აფრო-ამერიკელების მიახლოებით 70-80 ან 90% დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლები არიან. სულ რაღაც რამოდენიმე წლის წინ სწორედ აფრო-ამერიკელებმა მოაწყვეს ყველაზე დიდი დემონსტრაციები ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. გადაწვეს მაღაზიები, მანქანები, დაარბიეს ქალაქები და საბოლოო ჯამში დემოკრატების ლიდერმა ჯო ბაიდენმა ამერიკის პრეზიდენტმა დაუშოქა კიდეც. დროთა განმავლობაში მიგრანტების რაოდენობა ამერიკაში იზრდება. 1960 წელს ნიუ-იორკში თითქმის არ არსებობდა ლათინო ამერიკული უბნები. დღეს უკვე რამოდენიმე ლათინო ამერიკული უბანი არსებობს.
ლოს-ანჯელესის ნახევარიც უკვე ლათინოამერიკელების ხელშია. აქ რამოდენიმე აფრო-ამერიკული უბანეთი გაჩნდა და აზიელების დასახლებებიც კი არის, როგორც სამხრეთი აზიიდან, ისევე აღმოსავლეთი აზიიდან. ლოს-ანჯელესის შემოგარენი კი ძირითადად ლათინოამერიკელებს უკავიათ. დემოგრაფიული მზადობის გამო მათი რაოდენობა მუდამ იზრდება. უახლოეს რამოდენიმე ათწლეულში, დიდი ალბათობით, ისინი კალიფორნიის მოსახლეობის უმეტეს ნაწილი იქნებიან. სავარაუდოდ, ლოს-ანჯელესში ძირითადად ლათინოამერიკელები ცხოვრობენ. 2020 წლის მონაცემებით, ლათინოამერიკელების პროცენტული რაოდენობა ლოს-ანჯელესში 46.9%-ი ადგენს. ისინი უკვე მოსახლეობის ნახევარი არიან. ჰიუსტონში, ტეხასში, აგრეთვე იზრდება ლათინოამერიკელების და აფრო-ამერიკელების რაოდენობა. აქვე გაჩნდა აზიური უბნები. თეთრკანიანების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება, როგორც დაბალი შობადობის, ისევე მაღალი მიგრაციის გამო. მსგავსი ვითარება არის აგრეთვე ჩიკაგოში, რომელზეც მე უკვე ვიდეო დღეში ვისაუბრე. ჩიკაგოს მოსახლეობის უკვე ნახევარი ფაქტობრივად აფრო-ამერიკელი ან ჰისპანოიდია. მთელი უბნები არის ჩამოყალიბებული, სადაც თეთრკანიანები თითქმის აღარ ცხოვრობენ. თეთრები შემოგარენში შემორჩნენ. მაიამიც, ფლორიდაში, ძირითადად ლათინოამერიკელების ხელშია. აფრო-ამერიკელების რაოდენობაც საკმაოდ სწრაფად იზრდება. უკვე 4 უბანი არის აფრო-ამერიკელების მაიამიში. დიდი ალბათობით მალე დაემატება სხვებიც. ატლანტაშიც უკვე მოსახლეობის ნახევარზე მეტი ფაქტობრივად აფრო-ამერიკელია. თეთრკანიანები ძირითადად მის ჩრდილოეთ ნაწილში შემორჩნენ. შემოგარენიც უკვე აფრო-ამერიკელებისაა. რამოდენიმე სხვა უბანში ლათინოამერიკელები და აზიელები სახლდებიან. საბოლოო ჯამში კი 2010 წლისათვის ატლანტაში თეთრკანიანების პროცენტული რაოდენობა 10%-ზე დაბლა იქნება. თეთრკანიანები ძირითადად მცირე რაიონებსა და სოფლებში შემორჩნენ შემოგარენში. ქალაქი და მეგაპოლისი აფრო-ამერიკელებისა და ლათინოამერიკელების ხელშია. ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში, აგრეთვე მსგავსი სიტუაციაა. ვაშინგტონის აღმოსავლეთი ნაწილი ფაქტობრივად მთლიანად აფრო-ამერიკელების ხელშია. მის დასავლეთ ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ნარჩუნდება ევროპელების დომინაცია, ეთნიკური თვალსაზრისით, ნელ-ნელა სახლდებიან ჰისპანოიდები, აზიელები, სხვადასხვა ლათინოამერიკული ჯგუფები კოლუმბიიდან, კუბიდან და ასე შემდეგ. პროგნოზების თანახმად, თეთრკანიანი ევროპელი ამერიკელების პროცენტული რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2050 წლისათვის მიახლოებით 47% იქნება. ფაქტობრივად იგი განახევდა ერთ საუკუნეში 85%-დან 57%-მდე. ლათინოსების პროცენტი გაიზრდება მიახლოებით 30-მდე. ისევე როგორც გაიზრდება აზიელების პროცენტი, მოსახლეობის ძილი. აფრიკელების პროცენტულობაც გაიზრდება. აზიელები თითქმის 10% იქნებიან ამერიკის მოსახლეობის. ძირითადად ინდოელები, ჩინელები და სხვები. უფრო პოზიტიური, ოპტიმისტური მონაცემებით 2050 წელს თეთრკანიანები მაქსიმუმ 50% იქნებიან მოსახლეობის. როგორც პესიმისტურ, ისევე ოპტიმისტურ პროგნოზებში ჩანს, რომ თეთრკანიანების პროცენტულობა 2050 წლისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა ვარიანტში 50-55% იქნება. შეიძლება ცოტათი მეტი, შეიძლება ცოტათი ნაკლები. ესე იგი, თეთრები მოსახლეობის ნახევარი ან მასზე ნაკლები იქნებიან. ხოლო უკვე 2100 წლისათვის დიდი ალბათობით თეთრკანიანების პროცენტულობა 1/3 იქნება. 1950 წლიდან 2025 წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში შობადობის მაჩვენებელი განახევრდა. თუმი 20 საუკუნის შუახანებში საშუალო სტატისტიკურ ამერიკელ ქალს 2 ან 3 შვილი ჰყავდა. დღეს 1 ჰყავს, ან მაქსიმუმ 2. განსაკუთრებული ვარდნა იყო ჰიპსტერული მოძრაობების დროს. სწორედ მაშინ მოიკიდა ფეხი ამერიკაში მემარცხენე იდეოლოგიამ. 1970-ან 80-ან წლებში ამერიკაში მიდიოდა ფაქტობრივად კულტურული რევოლუცია. ჰიპსტერები, ახალგაზრდა მემარცხენე სტუდენტები ჩე გევარას პორტრეტებით, ფემინისტები, აფრო-ამერიკელები, ყველა ეთხოვდნენ სისტემის შეცვლას. ამავე დროს მოხდა სექსუალური რევოლუცია, ფემინიზმის გამარჯვება.
სოციალისტური და ლიბერალური იდეების გაძლიერება. მუსიკა შესაბამისი იყო ჰიპსტერული როკი. 1950-იანი წლების ტრადიციული პროტესტანტული ამერიკული იდეოლოგია მეორე პლანზე გადავიდა. ეგრეთ წოდებული American Dream, ამერიკული ოცნება, მრავალშვილიანი ოჯახის ყოლის, სახლისა და ქონების ქონის, იარაღის ფლობის და ზოგადად კონსერვატიული ცხოვრების აზრები რესპუბლიკურ შტატებს შემორჩათ. დღესაც თუ გადავხედავთ შტატებს, სადაც ყველაზე მაღალი შობადობა არის, ძირითადად ეს შტატები ბოლო წლების განმავლობაში რესპუბლიკელებს აძლევდნენ ხმას. ქვემო წითლად და მოწითალოდ ხედავთ შტატებს, სადაც 2012, 2016, 2020 ან 2024 წლებში რესპუბლიკელებმა მოიგეს. ხოლო ლურჯად ხედავთ შტატებს, სადაც დემოკრატებმა მოიგეს, ლიბერალებმა. ზემოთ კი ხედავთ შობადობის რუკას. რაც უფრო ნათელი და თეთრია შტატი, მით უფრო მაღალია იმ შტატში საშუალო შობადობა. რაც უფრო მუქია, რაც უფრო იისფერი, მით უფრო დაბალია. როგორც ხედავთ, კალიფორნიაში, დასავლეთ შტატებში, ნევადაში, ნიუ-მექსიკოში, ჩრდილოეთ აღმოსავლეთ შტატებში, მინესოტაში, სადაც ძირითადად დემოკრატები იგებენ, დაბალი არის შობადობა. სადაც რესპუბლიკელები იგებენ, დაკოტაში, ტეხასში და ზოგადად ცენტრალურ შტატებში უფრო მაღალი არის შობადობა დემოკრატიულ შტატებთან შედარებით. ვინაიდან იდეოლოგიები განსხვავდება. ერთი მხარე აგრძელებს ამერიკულ ოცნებას, ოჯახზე, ქრისტიანობაზე და ტრადიციულ მორალზე, მეორე მხარე სოციალისტურია, ფემინისტური, ლიბერალური, უფრო მემარცხენე. საშუალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთო შობადობის მაჩვენებელი 1,62-ია 2023 წლის მონაცემებით. დემოკრატიულ შტატებში 1,50, 1,60. რესპუბლიკურ შტატებში 1,90, 2, ხანდახან მეტიც. დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლების ძირითადი ნაწილი დიდ ქალაქებში ცხოვრობს, ან აღმოსავლეთ სანაპიროზე, ან დასავლეთ სანაპიროზე. ეს ქალაქები ძირითადად მულტიკულტურალურია, საკმაოდ ურბანიზებული და ლიბერალური იდეებით გაჯერებული არის უნივერსიტეტები, სადაც ახალი თაობა მემარცხენე მარქსისტულ ნეოლიბერალურ ნარატივში იზრდება. რესპუბლიკელები კი ძირითადად პატარა ქალაქებში ცხოვრობენ, სადაც კონსერვატიული იდეები აძლიერი. სწორედ ამიტომ ყველაზე მაღალი შობადობა ამერიკის შეერთებულ შტატებში სწორედაც რესპუბლიკურ შტატებშია. განსაკუთრებით გამოირჩევა სამხრეთი დაკოტის შტატი, სადაც ამომრჩევლების უმრავლესობა რესპუბლიკელები არიან. აქ თქვენ ხედავთ ხელმარცხნივ არჩევნების შედეგებს 2024 წლის. წითლად მოცემული არის ტერიტორია, სადაც ხმათა უმრავლესობა აიღო დონალდ ტრამპმა და რესპუბლიკურმა პარტიამ, ლურჯად კი მოცემულია ტერიტორია, სადაც ხმათა უმრავლესობა აიღო კამალა ჰარისმა და დემოკრატებმა. ხელმარჯვნივ კი ხედავთ ეთნიკურ შემადგენლობას ამ შტატის. ნარინჯისფრად და ყავისფრად ხედავთ ეთკანიანებს, მწვანედ კი სხვებს. დააკვირდით, სამხრეთ დაკოტაში, იქ სადაც ცხოვრობენ თეთკანიანები, ხმათა უმრავლესობა აიღო რესპუბლიკურმა პარტიამ. იქ სადაც ცხოვრობენ სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, აფრო-ამერიკელები, ამერიკელი ინდიელები, აზიელები, ისპანოიდები და ასე შემდეგ, ხმათა უმრავლესობა აიღო დემოკრატიულმა პარტიამ. როგორც ვიდეოს დასყიდში გითხარით, ეთნიკური ფაქტორი დიდ გავლენას ახდენს არჩევნებზე ამერიკაში, თუნდაც იგივე ნიუ-იორკში. პოლიტიკურ სპექტრში დემოკრატები მემარცხენე ძალაა. ძირითადად ისინი იდეოლოგიურად ლიბერალისა და პროგრესივის შორის არიან. რესპუბლიკელები კი მემარჯვენეები არიან. მათი იდეოლოგია რაღაც საშუალოა კონსერვატიზმს, მემარჯვენე პოპულიზმს, ნაციონალიზმს, ქრისტიანული მემარჯვენეობის და მემარჯვენე ლიბერტარიანებზე შორის. სტერეოტიპულად რომ წარმოვიდგინოთ ამერიკა, საშუალო სტატისტიკური რესპუბლიკელი დიდი ალბათობით ეს არის თეთკანიანი, დაოჯახებული, სავარაუდოდ რელიგიური, ცხოვრობს დიდი ალბათობით რაღაცა პატარა დასახლებაში, რაიონში, მცირე ქალაქში ან სოფელში, აქვს დიდი ალბათობით იარაღი, დროშები, უყვარს ტრამპი და ამერიკა, ეწინააღმდეგება მიგრაციას, არ უნდა რომ უცხოელები ჩამოვიდნენ მის ქვეყანაში, აფრიკელები და ლათინოსები,
ხოლო საშუალო სტატისტიკური დემოკრატია კი დიდი ალბათობით არის ან აფროამერიკელი, ან ჰისპანოიდი, ლათინოსი, ან შეიძლება თეთრკანიანი და მემარცხენე, ხავს უჭერს ფემინისტს, LGBT-ს, არის დიდი ალბათობით ათეისტი, მოწონს სოციალისტური იდეები, მარქსიზმი, ნეოლიბერალიზმი, ხავს უჭერს ეგალიტარულ ინტერნაციონალიზმს და მიიჩნევს, რომ ამერიკა არის იმპერიალისტური სახელმწიფო, რომელსაც მართავენ თეთრი, ბოროტი, ქრისტიანი, პატრიარქალი უტოპისტები. მათ შორის ფაქტობრივად ყველაფერშია განსხვავება, დაწყებული მუსიკალური გემოვნებიდან დამთავრებული პოლიტიკური შეხედულებებით. მას სხვადასხვანაირად აწვიათ, ძალოვნებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, თუ მაგალითად რესპუბლიკელები მხარს უჭერენ პოლიციას ან ICE, დემოკრატები წინააღმდეგ არიან ICE-ის აგენტების, არბევენ პოლიციის შენობებს, წვავენ მანქანებს და ასე შემდეგ. ეს თვითონ პარტიის ხელმძღვანელებზე ჩანს. 2020 წელს რესპუბლიკელებს არჩევნებზე წარმოადგენდა გერმანულ-შოტლანდიური ფესვების მქონე თეთრი მილიარდერი მამაკაცი დონალდ ტრამპი. დემოკრატებს კი მემარცხენე სოციალისტი ფემინისტი, აფრიკულ-ინდური ფესვების მქონე და აგრეთვე კარიბული ფესვების მქონე დემოკრატი კამალა ჰარისი. ახლა მინდათ რომ შეადაროთ მათი შვილები. აი ეს არის დონალდ ტრამპის ქალიშვილები, ტიფანი ტრამპი და ივანკა ტრამპი და გვერდით ხედავთ კამალა ჰარისის ქალიშვილს, ელა ემჰოფს. 2024 წლის არჩევნების წინ მისი ფოტოები აქტიურად გავრცელდა სოციალურ ქსელებში. კონსერვატულად მოაზროვნე ქრისტიანი თეთრკანიანი ევროპელებისათვის პრეზიდენტად ინდური და აფრიკულ-კარიბული ფესვების მქონე ლიბერალი ფემინისტის არჩევა, რომელსაც შვილი აგრეთვე ყავს მემარცხენე მარქსისტული ორგანიზაციის წევრი და LGBT community-ს მონაწილე, ბუნებრივია იყო მიუღებელი. სწორედ ამიტომ ძირითადი ელექტორატი კამალა ჰარისის იყვნენ ისევ და ისევ აფროამერიკელები, ლათინოსები, ულტრამემარცხენე ლიბერალები, ფემინისტები და ასე შემდეგ. ტრამპს კი ძირითადად თეთრკანიანებმა მისცეს ხმა, კონსერვატორებმა, ნაციონალისტებმა, ქრისტიანებმა და მემარჯვენე ფლანგზე მყოფმა ხალხმა. თუმცა ბუნებრივია ტრამპსაც აქვს თავისი პრობლემები მემარჯვენე ფლანგში. მას ადანაშაულებენ იმაში, რომ ის საკმაოდ ახლო კონტაქტში არის ნეოკონსერვატორებთან, ბენ შაპიროსთან და ისრაელის ლობისთან. და ნუ აგრეთვე ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ივანკა ტრამპი გათხოვილი არის ჯერალდ კუშნერზე, რომელიც ეთნიკურად არის ებრაელი და ისრაელის მოქალაქე, რაც ნაწილობრივ მემარჯვენეებს არ მოწონთ. გამომდინარე იქიდან, რომ მიიჩნევენ, რომ ისრაელს დიდი გავლენები აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაში, ბენ შაპირო, მეგა კორპორაციები, BlackRock-ი და ასე შემდეგ. ამასთან ერთად თვითონ შიგნით ტრამპის აი ამ მაგა მოძრაობაში ჩამოყალიბდა უკვე America First Movement, ამერიკა პირველ ადგილას ან ამერიკა უპირველეს ყოვლის მოძრაობა, და ძირითადად არიან ტაკერ კარსონი, კენდეს ოუენსი, ნიკ ფუენტესი, ვივეკ რამასვამი, ძირითადად ტრადიციული ქრისტიანული იდეოლოგია. ისინი ეწინააღმდეგებიან მასობრივ მიგრაციას, ხარს უჭერენ დეპორტაციას, ნაწილობრივ ხარს უჭერენ ტრამპს, ნაწილობრივ ეწინააღმდეგებიან სიონიზმს. ამასთან ერთად მათ ყავთ თავიანთი ოპოზიციაც ბუნებრივია, ულტრამემარცხენე ძალები, დემოკრატებს ყავთ თავიანთი დაჯგუფებები. ამერიკაში ზოგადად ეს ბოლო წლებია საკმაოდ რადიკალიზირებული არის საზოგადოება. პროტესტები, ფართომასშტაბიანი მიტინგები, თითქმის ფაქტობრივად აჯანყებები უკვე ყოველდღიურ მოვლენად იქცა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ლოს-ანჯელესში მექსიკელებმა პოლიციის მანქანები დაწვეს, მაღაზიები დაეწეს. 2020-ში აფრიკელებმა სამხრეთ შტატებში BLM-ის მიტინგების დროს რამოდენიმე ქალაქი ფაქტობრივად მთლიანად გაანადგურეს ქანდაკებები, დაეწეს მაღაზიები. დონალდ ტრამპი კი ამბობს, რომ ამ ყველაფერს აფინანსებს ებრაელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი. მისი აზრით, სოროსის ფონდი აფინანსებს აი ამ ულტრამემარცხენეებს, BLM-ს, ანტიფას და ასე შემდეგ. ბუნებრივია ამის მერე ტრამპისტებს დემოკრატებმა ულტრამემარჯვენეები უწოდეს და ცალკე პოლიტიკური კრიზისი წარმოიშვა ამისგან. მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკაში საკმაოდ დიდი პოლიტიკური პოლარიზაცია არის. ამ ყველაფერს კი ემატება ისიც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში უნივერსიტეტებში ძირითადად მემარცხენე ადმინისტრაციაა
ლექტორების უმრავლესობა მემარცხენეები არიან, ლიბერალები, სოციალისტები და ასე შემდეგ. ისინი მხარს უჭერენ მექსიკელების მასობრივ შემოსვლას ქვეყანაში, ისპანოიდების მიგრაციას, ვენესუელას, სხვა სოციალისტურ რეჟიმებს, კუბას. მექსიკელებიც ამას იყენებენ, აწყობენ აჯანყებებს, წვავენ მანქნებს და ასე ერთად ფაქტობრივად მიგრანტები და თვითონ ადგილობრივი ამერიკელები მემარცხენეები ებრძვიან გაერთიანებული ფრონტით ამერიკელ მემარჯვენეებს. დონალდ ტრამპის აზრით ამ ყველაფერს უკან დგას, როგორც უკვე ვთქვი, ჯორჯ სოროსი და მისი მხარდამჭერები. ზოგიერთი პოლიტიკური კომენტატორი, თუნდაც იგივე ტაკერ კარლსონი საერთოდ მიიჩნევენ, რომ ამერიკა ნელ-ნელა მიემართება სამოქალაქო ომისკენ მემარჯვენე და მემარცხენე ფლანგებს შორის. ამ ვიდეოს გამოსვლასთან ერთად ამ წუთას აგრეთვე ამერიკაში მიმდინარეობს პროტესტები ISIS საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ. პროტესტში ძირითადად მონაწილეობენ მემარცხენეები, სოციალისტები, ფემინისტები, მიგრანტები და მათი მხარდამჭერები. რამოდენიმე ადამიანი დაიღუპა კიდეც ამ პროტესტების დროს. ამან კიდევ უფრო გააღიზიანა მემარცხენე ფლანგი და მინესოტაში ასეთი ამბები დადრიალდა. უკვე პირდაპირ შეტაკებები მიმდინარეობს ISIS აგენტებსა და მემარცხენეებს შორის, ხოლო ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნებამ კი ცეცხლზე ნავთვი დაასხა. მთელი ამერიკული საზოგადოება ახლა განიხილავს მოსადის ჩართულობას ტრეფიკინგის შემთხვევებში და კონსპიროლოგიური თეორიები კვლავ პოპულარული გახდა. მთავრობისადმი დობა თითქმის ხრება ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს იარაღი სახლში. იგივე ალასკის შტატში მოსახლეობის 64.5%-ს სახლში იარაღი აქვს. წარმოიდგინეთ, რას გამოიწვევს ეს ქვეყანაში, სადაც მიდის პოლიტიკური რადიკალიზაცია, სადაც მემარჯვენეები აბრალებენ ჯორჯ სოროს ულტრამემარცხენეების დაფინანსებაში, ხოლო ჯორჯ სოროს კი ეპშტეინს უკავშირებენ და პრინციპში მართლებიც არიან. ფაქტობრივად ამერიკაში ოლიგარქია ჩამოყალიბდა. რაც შეეხება რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს, მათი დაპირისპირება ფუნდამენტალურია. ამერიკული საზოგადოება ფაქტობრივად მთლიანად დაყოფილი არის ორ ძირითად ბანაკად, მემარჯვენეებად და მემარცხენეებად. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მათ სათავეში, ისინი ყოველთვის იქნებიან. შეიძლება ტრამპი წავიდეს და ვიღაცა სხვა მოვიდეს, მაგრამ მემარჯვენე ბანაკი მაინც იქნება. შეიძლება ტრამპის მაგივრად ნიკ ფუენტესმა დაიკავოს მემარჯვენე ფლანგის ლიდერის თანამდებობა და მან ჩამოაყალიბოს რაღაცა თავისი ორგანიზაცია. შეიძლება ტაკერ კარლსონმა დაიკავოს ეს პოსტი, ან თუნდაც ვინმე სხვამ, ან იგივე ილონ მასკმა. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ იდეოლოგია არსებობს და ფაქტია, რომ პოლარიზაცია ძლიერია. ეს იმითაც ჩანს, რა სტატისტიკაც თქვენ განახეთ. რესპუბლიკურ შტატებში უფრო მაღალია შობადობა, მაღალია საზოგადოების რელიგიურობა, მეტ ადამიანს აქვს იარაღი, მოსახლეობა უფრო პატრიოტულია. ისინი ძირითადად თეთრი ამერიკელები არიან. დემოკრატები კი, როგორც სტატისტიკური მონაცემები გვაჩვენებს, ძირითადად ან დაოჯახებლები არიან, სოციალისტები, კომუნისტები, აფრო-ამერიკელები, ლათინოსები, მათ სძულთ ამერიკა. საბოლოო ჯამში ეს გარკვეულწილად ტროცკისტული იდეოლოგიის გაგრძელებაც არის. თანამედროვე პროგრესივისტული ნეოლიბერალიზმი რაღაც კუთხით ტროცკიზმის და იაკობინელიზმის ერთ-ერთი ვერსიაა. კულტურული კრიზისი კი სრულიად სახეზეა. მემარჯვენე თეთრი ქრისტიანი ნაციონალისტები, ნიკ ფუენტესისნაირები და მემარცხენე მოკომუნისტო მოლიბერალო ფემინისტი გოგოები ბუნებრივია იქნებიან ერთმანეთთან კონფლიქტში. ელიტები ამასობაში ოლიგარქით არიან დაკავებულები, სხვა ჯგუფები იბრძვიან ძალაუფლებისთვის. ამერიკაში კი ამავდროულად თეთრკანიანების რაოდენობა მცირდება. ხოლო როდესაც ახალგაზრდა თეთრკანიანი ამერიკელი, ევროპელი ბიჭები ხედავენ, როგორ იცვლება ამერიკა მათნაირებისგან და როგორ შემოდიან ლათინოსები და როგორ იღებენ ნელ-ნელა დემოგრაფიულად კონტროლს ამერიკაზე, ბუნებრივია მათ სურთ ეს შეაჩერონ და შეენარჩუნონ ამერიკა.
ნიკ ფუენტესი კი ფაქტობრივად მათი ხმაა. Because if America is a nation and a nation is its people, and if those people are replaced and will not exist any longer, then that means the nation dies with the people. ფუენტესი ამბობს ძალზედ მარტივ რამეს. თუ თეთრკანიანების რაოდენობა კვლავ შემცირდა, თუ ქრისტიანების რაოდენობა შემცირდა, მაშინ ის, რაც იყო ამერიკა, აღარ იარსებებს. ამერიკა ფაქტობრივად ძირითადად ევროპელმა, ინგლისელმა, ირლანდიელმა, შოტლანდიელმა, გერმანელმა და სხვა დასავლეთი ევროპული წარმოშობის მქონე პროტესტანტებმა შექმნეს. ძირითადად პურიტანელებმა, პრესბიტერიანელებმა. მათვე ჩამოაყალიბეს ის მორალური კოდექსი, რომელზეც იყო აგებული ამერიკული საზოგადოება. პროტესტანტული შრომის ეთიკა, ოჯახური ქრისტიანული ფასეულობები და პატივისცემა წინაპრების მემკვიდრეობისადმი. პურიტანების მსოფლმხედველობა აგებული იყო პროტესტანტულ შრომის ეთიკაზე. ამ კონცეფციის თანახმად, შრომა მიიჩნეოდა როგორც ღვთისნების შესრულება, მოვალეობა და ხსნის გზა. პურიტანებს სურდათ შეექმნათ სახელმწიფო, რომელიც იქნებოდა ევროპული, ქრისტიანული და ამიტომ 1630 წელს ისინი დასახლდნენ ახალ ინგლისში, რომელიც მოგვიანებით გადაიზარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა თანამედროვე ამერიკის შეერთებული შტატები არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც ესურდათ პურიტანებს. დღევანდელი ამერიკა ფაქტობრივად არც ქრისტიანულია, არც ტრადიციონალისტურია, არც ევროპული და არც თეთრი. ახლა მოდით მცირე ხნით კვლავ დავუბრუნდეთ მე-19-მე-20 საუკუნეებს. 1870 წლის მონაცემებით ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 87.1% თეთრკანიანი იყო, ესე იგი ევროპელი. პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიიდან იყო, კონგრესის უმრავლესობა კი რესპუბლიკელებს ეკავათ. ამ პერიოდში, გულისხმობ მე-19 საუკუნეს და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარს, ამერიკაში მიგრანტების უდიდესი ნაწილი ევროპიდან იყო. მილიონობით გერმანელი, ფრანგი, იტალიელი, ირლანდიელი და ინგლისელი ჩამოდიოდა ამერიკაში, სადაც იზღებდა ბიზნესს. ჩნდებოდა ახალი დასახლებული პუნქტები და ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა იზრდებოდა. სწორედ ამან განაპირობა ამერიკის ოქროს ხანა მე-20 საუკუნეში. მდიდარი და განათლებული ევროპელები აძლიერებდნენ ამერიკის ბაზარს. იქმნებოდა მეტი სამუშაო ადგილები, ვითარდებოდა მეცნიერება და რაც ყველაზე მთავარია, იზრდებოდა ეკონომიკა მოსახლეობის ზრდასთან ერთად. იზრდებოდა მუშახელის რაოდენობა, ბიზნესმენების რაოდენობა და უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკა ფაქტობრივად მსოფლიოს ყველაზე დიდი წარმოების ცენტრი გახდა. 1910 წლისათვის ამერიკა აწარმოებდა მსოფლიოში წარმოებული საქონელის 30-35%. პრობლემები ამერიკას დაეწყო სწორედ მას შემდეგ, რაც შეწყდა ევროპელი მიგრანტების ნაკადი. 1950-იანი წლებიდან წამოვიდა ახალი მიგრაციული დალღა, უკვე სამხრეთიდან, სამხრეთი ამერიკიდან, აფრიკიდან, სამხრეთი აზიიდან, კარიბის ზღვის აუზიდან, ცენტრალური ამერიკიდან და ასე შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან. ესენი ძირითადად ღარიბი ხალხი იყო. ქვეყნებიდან, სადაც განათლების დონე დაბალია, შემოსავლები დაბალია. მათი ძირითადი ნაწილი არალეგალი იყო, ხოლო ამან თავის პიკს 2010-იან წლებში მიაღწია. მილიონობით არალეგალი ლათინოსი, აფრიკელი, აზიელი და ახლო აღმოსავლელი ცდილობდა ამერიკაში შესვლას. მე-19 საუკუნეში შემოსული ევროპელი მიგრანტებისგან განსხვავებით, ისინი არაფერს არ ქმნიდნენ, არც ბიზნესებს, არც საწარმოებს, არც საამქროებს. ძირითადად მუშაობდნენ დაბალანაზღაურებად სამსახურზე, ან საერთო სოციალურ შემთხვევაზე იჯდნენ. ლიბერალურ შტატებში. პროტესტანტულ შრომის ეთიკაზე აგებული თეთრკანიანი ქრისტიანი ამერიკული მოსახლეობა, რომელიც საკმაოდ კონსერვატიული იყო, ამას ბუნებრივია წინააღმდეგობის შეხვდა. არალეგალები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, დაბალი განათლებით, ცდილობდნენ შესულიყვნენ მათ ქვეყანაში. ამან გაზარდა ბუნებრივია მემარჯვენე ფლანგის ძალა.
სულ უფრო და უფრო მეტი ამერიკელი ითხოვდა საიმიგრაციო კანონების გართულებას და ბოლოს ამერიკა მიიღო მაგას მოძრაობა, რაც საკმაოდ ბუნებრივი იყო. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტობრივად აგებს ეკონომიკურ ომს ჩინეთთან. ამ რუკაზე თქვენ ხედავთ 1980 წლიდან მოყოლებული 2018 წლამდე ნათელ ილუსტრაციას იმისა, თუ როგორ იზრდება ჩინეთის სავაჭრო გავლენები. თუ ადრე ჩინეთი ძირითადად ვაჭრობდა ჩრდილოეთ კორეასთან და მონღოლეთთან, დღეს იგი ფაქტობრივად მთელ პლანეტასთან ვაჭრობს. და თუ ოდესღაც ამერიკის შეერთებული შტატები იჩნეოდა მსოფლიო ქარხანად, სადაც ყველაფერი მზადდებოდა, დღეს მსოფლიო ქარხნის როლი ჩინეთმა აიღო და ყველაფერი ფაქტობრივად ჩინეთშია დამზადებული. თუ გადავხედავთ ამ მონაცემებს, ფაქტობრივად ნათელი გახდება, რომ ამერიკის ოქროს ხანა მთავრდება. 1970 წელს თეთრკანიანების რაოდენობა მოსახლეობის 87.5% იყო. 2020-ში არაჰისპანოიდი თეთრკანიანები მოსახლეობის 57.8%-ში ადგენენ. შობადობის მაჩვენებელი 1970 წელს 2.48 იყო, 2020 წელს 1.64. სავაჭრო ოლიგარქი უკვე იცით. რესპუბლიკელების თქმით, ეს ყველაფერი დემოკრატების ბრალია. მათმა მემარცხენე პროპაგანდამ, პანამის დათმობამ, ჩინეთის საფრთხის უგულავყოფამ და woke ნარატივის წინაპლანზე წამოწევამ გამოიწვია ის, რომ ამერიკამ დაკარგა თავისი ძალა მსოფლიო არენაზე. ვინც არ იცით, wokeism ეს არის იდეოლოგია, თანამედროვე მემარცხენე პროგრესივისტური ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც ძირითადად აგებული არის იდენტობის პოლიტიკაზე, ანტირასიზმზე, ფემინიზმზე და სწორედ მას ებრძვიან ძირითადად მაგას ძალები, ეს რესპუბლიკელები. ეს ფაქტობრივად არის ამერიკული კულტურული ომის ნაწილი, სადაც ერთ მხარეს არის woke ნარატივი, მეორე მხარეს კი რესპუბლიკური კონსერვატიული ნარატივი. ამ იდეოლოგიის მთავარი ინტელექტუალური ფუნდამენტი მემარცხენე უნივერსიტეტებია, რომლებიც ამერიკაში უმრავლესობაში არიან. ამერიკული უნივერსიტეტების უმეტესი ნაწილი მემარცხენეა. ისინი სპეციალურად აძლევენ გრანტებს იმ კვლევებს, სადაც საუბარია მიგრანტებზე, LGBTQ-ზე და ასე შემდეგ. მაგრამ არც ერთი ეს უნივერსიტეტი არ საუბრობს იმ ფაქტზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში თეთრკანიანი მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს. მათი მოსაზრებით ამაზე საუბარი რასისტულია და არ შეიძლება. 2020 წლის მონაცემებით ამერიკის შეერთებული შტატების მთელი რიგი შტატები მიგრანტებმა ისე შეცვალეს, რომ იქ თეთრკანიანები უკვე უმცირესობაში არიან. ტეხასში, ნიუ-მექსიკოში, ნევადაში, კალიფორნიაში თეთრები მაქსიმუმ 40%-მდე თუ ადიან. ისინი უკვე ნახევარსაც კი არ წარმოადგენენ მოსახლეობის. სხვათა შორის 2004 წელს ვლადიმერ ჟირინოვსკი ამბობდა, რომ ლათინოსები და აფროამერიკელები სხვა მიგრანტებთან ერთად სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდან ამერიკას. Почему не в Америку? Там очень сильное лобби. Они просчитали уже, у Америки нет будущего. То есть Латинская Америка поджимает. Большая мощная мусульманская диаспора. Значит, большое количество негров, черных. То есть нестабильная ситуация внутри страны. И ეს ყველაფერი კარგად ჩანს სტატისტიკურ მონაცემებში და აგრეთვე თუ ჩვენ დავაკვირდებით ამერიკის შეერთებული შტატების ეთნიკურ რუკას, ჩვენ დავინახავთ გარკვეულწილად კორელაციას ეთნიკურ რუკასა და კრიმინალის რუკის მონაცემთა შორის. ზემოთ ჩვენ ხედავთ ეთნიკურ რუკას, ქვემოთ ხედავთ ჰომიციდის შემთხვევებს, მკვლელობების შემთხვევები. დააკვირდით, სად არის ყველაზე მეტი მკვლელობების შემთხვევები დაფიქსირებული. იქ, სადაც დიდი რაოდენობით არიან ლათინოსები და აფროამერიკელები. განათლების დონე საშუალოზე დაბალია, საკმაოდ დიდი გავლენები აქვს მაფიას, სხვა აფროამერიკულ გენგებს, კარტელებს და ასე შემდეგ. შესაბამისად, კრიმინალის დონეც აქ მაღალია. ხოლო იმ შტატებში, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი არის ევროპელი, კრიმინალი ძირითადად დაბალია.
ნარკოტიკებზეც იგივე ვითარება. კალიფორნიაში, ნიუ-მექსიკოში, ნევადაში, სამხრეთის შტატებში და იქ, სადაც ძირითადად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, საკმაოდ დიდი რაოდენობით არის ჰეროინისა და სხვადასხვა ოპიოიდების მოხმარებისგან დაღუპულთა რაოდენობა. აქაც კვლავ გამოირჩნენ ლათინოამერიკული წარმოშობის ჯგუფები და აფროამერიკელები. ამ ნარკოტიკული ნივთიერებების კონტრაბანდაც ძირითადად სწორედ ლათინოსებიდან გამოდის. ზედან მექსიკა არის ამის მთავარი მომწოდებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხოლო კონტრაბანდის კორიდორები გადის კალიფორნიაზე, ნიუ-მექსიკოზე, არიზონაზე, ტეხასზე, ნევადაზე, ნაწილობრივ ლუიზიანაზე, მისისიპიზე და სხვა აფროამერიკულ შტატებზე. სადაც მაღალი კრიმინალია, კონტრაბანდაც საკმაოდ ძლიერია. შიდა კლანური ჯგუფები მუშაობენ საზღვრის ორივე მხრიდან. და კვლავ ნათლად ჩანს, რომ იქ, სადაც ძირითადი ნაწილი მოსახლეობის არიან ევროპელები, თეთრკანიანები, გერმანელები, საკმაოდ დაბალი არის როგორც კრიმინალის დონე, ისევე ნარკოკარტელების გავლენა. მარიხუანას იგივე მარშრუტებიდან შემოაქვთ ამერიკაში, ძირითადად ეს არის კვლავ სამხრეთის შტატები, სადაც ლათინოსები ცხოვრობენ. ფაქტობრივად ლათინოამერიკელები არიან ძირითადი წყარო ამ ყველაფრის. კვლავ ჩანს კალიფორნია, არიზონა, ნევადა, ნიუ-მექსიკო, ტეხასი, ლუიზიანა, მისისიპი და ზოგადად სამხრეთის შტატები. ჩრდილოეთში უფრო ნაკლებად არის. ამის ძირითადი მიზეზი არის კლანურობა. მექსიკელებს და ზოგადად ლათინოამერიკელებს გააჩნიათ თავიანთი კლანები. მათ აქვთ ესეთი მინიმალისტური რაღაცა ეთნოკოდექსი. ისინი ერთმანეთს ყველგან ეხმარებიან. როდესაც კონტრაბანდაზე მიდის საქმე, მექსიკიდან ჩამოსული ვიღაცა ჰისპანოიდი მოელაპარაკება ადგილობრივ ტეხასელ, არიზონელ ან კალიფორნიელ ჰისპანოიდს და მერე ესენი ერთად იქეთ შეუტახდებიან ვიღაცა აფროამერიკელს და მეdes კონტრაბანდა. ეს სხვათა შორის შეიძლება ანალოგიის სახით გავიხსენოთ იტალიური მაფია. იქაც ეგრე იყო აწყობილი ზუსტად სისტემა, იქაც ძირითადად ეთნიკური კლანობრივი სტრუქტურა იყო. ვიღაც იტალიელი მაფიოზი დაუკავშირდებოდა რაღაც ნიუ-იორკში მცხოვრებ კიდე ერთ იტალიელს, შეუტახდებოდა და ასე მიდიოდა მერე კონტრაბანდა. აქაც ფაქტობრივად იგივე მეორდება, უბრალოდ უკვე ლათინოსების შემთხვევაში. მექსიკიდან კონტრაბანდის გადმოტანაში ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ლათინოსები ეხმარებიან თავიანთ თანამოძრავ მექსიკელებს. ხოლო მერე კი ამაში მათ ეხმარებიან უკვე აფროამერიკელები. ამ შტატებში განათლების დონე საკმაოდ დაბალია. სამხრეთ შტატებში მოსახლეობის 80%-ზე ნაკლებს აქვს უმაღლესი განათლება. მაშინ როცა ჩრდილოეთ შტატებში ეს პროცენტი 94-95%-ზე მაღალია. ფაქტობრივად სამხრეთ შტატებში მოსახლეობის სადღაც 20-15%-ს უმაღლესი სასკოლო განათლებაც კი არ აქვს. განსაკუთრებით დაბალია ეს პროცენტი კალიფორნიაში, ტეხასში, ლუიზიანაში, ნიუ-მექსიკოში, ნევადაში, მისისიპიში. სწორედ იმ შტატებში, სადაც ყველაზე დიდი კრიმინალია, სადაც მიმდინარეობს ნარკოტიკების კონტრაბანდა. ყველაზე განათლებული შტატები კი ჩრდილოეთითაა. იქ, სადაც ძირითადად ცხოვრობენ მე-19 საუკუნეში ჩამოსახლებული გერმანელი ბიზნესმენების შთამომავლები. ან თუნდაც ინგლისელი პურიტანების შთამომავლები, რომლებიც მე-17 საუკუნის შუა ნახევარში დასახლდნენ ამ ტერიტორიაზე. ორივე სოციალური ჯგუფი საკმაოდ მაღლა არის განათლების კუთხით, რაც არცაა გასაკვირი მათი ისტორიიდან გამომდინარე. აღმოსავლეთ და დასავლეთის შტატები საშუალო მაჩვენებლით გამოირჩევიან, სამხრეთი დაბალია, ჩრდილოეთი მაღალი, ხოლო ცენტრალური შტატები კი საშუალოზე მაღალი. ახლა კი ვნახოთ IQ-ს მაჩვენებლები სხვადასხვა შტატებში. ყველაზე მაღალი IQ-ს მატარებლები ჩრდილოეთის შტატების მაცხოვრებლები არიან, ხოლო ყველაზე დაბალი კი სამხრეთ შტატებშია. განსაკუთრებით დაბალია ნიუ-მექსიკოში, კალიფორნიაში, მისისიპიში, ლუიზიანაში. აგრეთვე ჰავაი საკმაოდ დაბალია.
ნევადაში საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, ისევე როგორც კოლორადოში. სწორედ ამიტომ სამხრეთის შტატებში დაბალი განათლების დონის გამო, დაბალი IQ-ს გამო და სხვა მიზეზების გამო საკმაოდ მაღალი კრიმინალია. თუ ავიღებთ მაგალითად ახლა IQ-ს რუკას და შევადარებთ კრიმინალის დონის რუკას, კორელაცია ფაქტობრივად პირდაპირია. იმ შტატებში, სადაც ყველაზე დაბალი IQ-ა, ფაქტობრივად ყველაზე მაღალი კრიმინალი მანდაა. აქ ბუნებრივია, მოწინავე ადგილებს იკავებენ ისევ ნიუ-მექსიკო, ლუიზიანა, კალიფორნია საკმაოდ მაღლაა და ასე შემდეგ. იქ, სადაც ცხოვრობენ მდიდარი ევროპელი მიგრანტები, შთამომავლები, რომლებიც იქ ცხოვრობენ უკვე 18-19 საუკუნეებიდან და აქვთ კარგი განათლება, მაღალი IQ, შრომობენ, მუშაობენ სხვადასხვა მაღალანაუზღებად სამუშაოებზე. იქ უკვე კრიმინალის დონეც ნაკლებია. სამხრეთის შტატებში ძირითადად არიან მექსიკელი მიგრანტები, აფრიკელები და ძალიან ძლიერი არის ეს სხვადასხვა ბანდა ჯგუფების გავლენები, კარტელების გავლენები და თუ გადავხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს, სწორედაც რომ მანდ არის ყველაზე ხშირად მკვლელობების შემთხვევები. ამ რუგაზე მაგალითად ხედავთ ცეცხლსასროლიდან განხორციელებული მკვლელობების სტატისტიკას. ყველაზე დაბალი ნიშნული ისევ ჩრდილოეთ ცენტრალურ შტატებშია და ჩრდილოეთ აღმოსავლეთში, სადაც როგორც უკვე ვთქვი, ცხოვრობენ ფაქტობრივად მე-18-19 საუკუნიდან მოყოლებული, საკმაოდ გავლენიანი, განათლებული, შრომელი ევროპელი მიგრანტების შთამომავლები. სწორედ ამიტომ ამერიკისათვის სამხრეთის შტატები ყოველთვის მთავარი პრობლემა იყო. აქ ძალიან დიდი არის ეთნიკური უმცირესობების რაოდენობა, ზოგიერთ შტატში თეთრკანიანები თვითონ არიან უმცირესობაში, კრიმინალი საკმაოდ ძლიერია, ნარკოტრაფიკი მიდის ფაქტობრივად თავისუფლად და შესაბამისად დემოკრატების გავლენა საკმაოდ დიდია იქ. დემოკრატების ძირითადი მხარდაჭერის ბაზა არის დიდ ქალაქებში, სადაც უფრო მეტი ურბანიზაცია და უფრო მულტიკულტურული საზოგადოებაა. მრავალი ეროვნების ხალხი ცხოვრობს ერთად. თავშეღრელი არიან თეთრები, შავები, ლათინოსები, ინდოელები და ასე შემდეგ. და სწორედაც რომ ეთნიკური უმცირესობების რეგიონში კიდე. რომ ავიღოთ მაგალითისათვის 2025 წლის არჩევნები, გულისხმობ ადგილობრივ არჩევნებს, მერების. უმეტესობა დემოკრატებმა მოიგეს. ფაქტობრივად ყველა დიდ ქალაქში ამერიკაში ეს დემოკრატი მერია. რესპუბლიკელები უმცირესობაში არიან. დიდ ქალაქებში ფაქტობრივად რესპუბლიკელებს არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. სწორედ ეს არის დემოკრატების ძირითადი ელექტორატი. დიდი ქალაქები, ეთნიკური უმცირესობები, ფემინისტები, აფროამერიკელები, ლათინოსები და მსგავსი. რესპუბლიკელების ელექტორატი ქალაქებში არ ცხოვრობს. ისინი ძირითადად მცირე დასახლებულ პუნქტებში არიან, რაიონებში, countryside town-ებში, რაღაცა პატარა ქალაქებში. მაგალითად 2024 წლის მონაცემებით ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ქალაქებიდან იყო სადღაც 65 დემოკრატი მერი და 25 რესპუბლიკელი. 2025 წლის მონაცემებით უკვე დემოკრატების რაოდენობა ამ დიდი ქალაქების მერების ადგილას უკვე 68 იყო, რესპუბლიკელების 22. 2026 წელს მოსალოდნელია ამ პროცენტული რაოდენობის ზრდა. და შეიძლება საბოლოო ჯამში მივიღოთ ისეთი სურათი, რომ ქალაქების 90% მერები იყვნენ დემოკრატები. წარმომადგენელთა პალატაშიც აგრეთვე ძალიან დიდი ნაწილი დემოკრატებს უკავიათ და ბევრი ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ სრულიად შესაძლებელია შემდეგი პრეზიდენტის არჩევნები დემოკრატებმა მოიგონ. ტრამპი კარგავს თავის პოპულარობას, ეკონომიკა საკმაოდ ცუდ ფორმაშია, ახალი თაობა უფრო და უფრო ლიბერალური და მემარცხენეა და ბოლო წლების განმავლობაში არის ღია ტენდენცია დემოკრატების გაძლიერების. თუ წარმომადგენელთა პალატაში 2024 წელს დემოკრატებმა აიღეს 47.3% და რესპუბლიკელებმა 50%, ახლა რესპუბლიკელები ნელ-ნელა კარგავენ პოზიციებს. თუ კი თეორიულად დემოკრატებმა შეძლეს ძალაუფლების დაბრუნება, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა
კვლავ ეთნიკური უმცირესობების ხელში აღმოჩნდება. თუ გადავხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ჯო ბაიდენის მმართველობის პერიოდში, ძალიან გაგვიჭირდება იქ ევროპელების ნახვა, ვინაიდან ეთნიკური შემადგენლობა ძირითადად აგებული იყო არაევროპულ ჯგუფებზე. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი იყო კამალა ჰარისი, წარმოშობით აფრო-ინდოელი. სახელმწიფო მდივანი იყო ენტონი ბლინკენი, ებრაელი. თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი, აფრო-ამერიკელი. ფინანსთა მინისტრი იყო ჯანეტ იელენი, ებრაელი. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო დებ ჰოლანდი, ინდიელი. გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი იყო, აგრეთვე ებრაელი. შრომის მინისტრი იყო ჯული სუ, ჩინელი. ჯანდაცვის მინისტრი ხავიერ ბესერა, მექსიკელი. გარემოს დაცვის ადმინისტრაციის დირექტორი იყო ჯეინ ნიშიდა, იაპონელი. თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი იყო ჯეფ ზინსტი, წარმოშობით ებრაელი. მცირე ბიზნესის საქმეთა ადმინისტრატორი იყო ისაბელ გუსმანი, წარმოშობით მექსიკელი. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი იყო ვილიამ ბერნსი, წარმოშობით შოტლანდელ ინგლისელი. ის ფაქტობრივად ერთადერთი შოტლანდიელი იყო თანამდებობაზე. მისი მოადგილე კი იყო ევრილ ჰაინესი, წარმოშობით ებრაელი. ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი იყო კეტრინ ტაი, ჩინელი. როგორც ხედავთ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის საკმაოდ დიდი ნაწილი დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით, რაც დემოკრატების პროგრამაში შედის. აქ თითქმის ვერ იპოვით გერმანელებს, ნორვეგიელებს ან ევროპელებს. ტრამპის ადმინისტრაცია ამით განსხვავდება, რომ მასში საკმაოდ ბევრი არიან გერმანელები, შოტლანდიელები, ირლანდიელები, ინგლისელები და ასე შემდეგ. შედარებისთვის ტრამპის ადმინისტრაციის დროს ვიცე-პრეზიდენტი გახდა ჯეი-დი ვენსი, წარმოშობით შოტლანდიელ-ირლანდიელი. სახელმწიფო მდივანი გახდა მარკო რუბიო, კუბელი. თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰექსეთი, ნორვეგიელი. ფინანსთა მინისტრი გახდა ფრანგულ-შოტლანდიური ფესვების მქონე სკოტ ბესენტი. შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა დუგლას ბიორგემი, ინგლისელი. გენერალური პროკურორი გახდა პამელა ბონდი, იტალიელი. ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი, ებრაელი. სოფლის მეურნეობის მინისტრი ბრუკ როლინზი, ინგლისელი. შრომის მინისტრი ლორი ჩავესი, ლათინოსი. ჯანდაცვის მინისტრი რობერტ კენედი უმცროსი, ირლანდიელ-შოტლანდიელი და CIA-ის დირექტორი ჯონ ლი რედკლიფი, წარმოშობით ინგლისელი. როგორც ხედავთ, დემოკრატების ადმინისტრაცია ძირითადად შედგებოდა არაევროპული წარმოშობის ხალხისგან. ტრამპმა კი ევროპელები დააბრუნა ფაქტობრივად მთავრობაში. ეს იმ დიდი ომის ნაწილია, რაც ახლა ამერიკაში მიდის. ეს ფაქტობრივად იდენტობის ომია. დემოგრაფიული ომი, გავლენების ომი. ახლა ფაქტობრივად სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები ებრძვიან ერთმანეთს ამერიკაში გავლენის მოსაპოვებლად. ერთ მხარეს არიან ლათინოსები, აფრო-ამერიკელები და სხვადასხვა მიგრანტები. მეორე მხარეს თეთრკანიანი ევროპელები. სწორედ ახლა წყდება ამერიკის მომავალი. შეძლებენ თუ არა ევროპელები შეინარჩუნონ კონტროლი იმ ქვეყანაზე, რომელიც მათმა წინაპრებმა რამოდენიმე საუკუნის წინ დააარსეს. თუ საბოლოო ჯამში გლობალისტები, ნეოლიბერალები და მემარცხენეები შეძლებენ ამერიკა გადააქციონ ინტერნაციონალურ გლობალისტურ ძალად. აქვე ბუნებრივია ჩნდება მრავალი კითხვა. შეძლებს თუ არა ამერიკა ჩინეთთან ბრძოლას ეკონომიკურ ფრონტზე? რა გავლენები ექნებათ ებრაელ ბანკირებს ამერიკაში? რა შედეგებს მოამოიღებს ეპშტეინის ფაილების გასაჯაროება? ვინ მოერევა, ტრამპი თუ სოროსი? ამ ყველაფერს უახლოეს ათწლეულებში გავიგებთ. ამით კი სულ ეს იყო. შემდეგ ვიდეოში საფრანგეთის შესახებ გიამბობთ და განვიხილავ საფრანგეთის დემოგრაფიულ პოლიტიკურ სურათს.